მოგესალმებით ჩემო კარგებო, მე ვარ ახუჯა ფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ტრადიციულად ვთავაზებთ მორიგ ვიდეოს ჩემი რეკომენდაციებით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრება. დღეს მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის გულგატეხილობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და როგორ შეიძლება დავძლიოთ გულგატეხილობა, ხო? ძირითადად ეს საკითხი ეხება ურთიერთობებს. ხო, სანამ ამ თემაზე ვისაუბრებთ, ვინც პირველად ხედავთ საერთოდ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, იმიტომ რომ ამ გვერდზე არის ძალიან ბევრი პრაქტიკული რჩევა ვიდეო ფორმატში ჩაწერილი, იმისთვის რომ არ ეძებოთ, ასე ვთქვათ, ჩემს ვოლზე, კედელზე მთელი ეს ვიდეოები, შეგიძლიათ თვითონ გვერდზე გადახვიდეთ ესეთ განყოფილებაში, რომელსაც ქვია მედია ან ვიდეო და აი იქ არის, ასე ვთქვათ, n რაოდენობით ძალიან სასარგებლო ვიდეო, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს უკვე მოუტანა სარგებელი და მიცა საშუალება, რომ შეეცვალა თავის ცხოვრება უკეთესობისკენ, ხო? ამიტომ ჩემ 20 წლიან გამოცდილებას გიზიარებთ ფსიქოთერაპიაში, დღეში 8 საათი დაკავებული ვარ იმით, რომ შველი ადამიანებს ასე ვთქვათ, იპოვონ გამოსავალი იმ ცხოვრებისეული ჩიხებიდან, რომელშიც აღმოჩნდნენ და ასე ვთქვათ, იპოვონ თავიანთი გზა და მეტიც წავიდნენ კარგიდან უკეთესობისკენ, ხო? ანუ ვეხმარები მათ შორის პროდუქტიულობის უნათებაში. ამიტომ გამოიყენეთ ეს რჩევები, რეკომენდაციები, ისინი მეტად პრაქტიკულ ხასიათს ატარებენ, თან ვცდილობ, რომ გასაგებიანით მოგაწოდოთ ეს ყველაფერი. შესაბამისად, რა არის გულგატეხილობა? როდესაც ვართ ურთიერთობაში ადამიანთან, ხო? და ეს ურთიერთობა არის, ასე ვთქვათ, ისეთი პოზიტიური ემოციებით დატვირთული, როცა გიყვარს, მოტივაციას ვიღაცა, ხო? როგორც წესი, გინდა რომ ეს კარგად ყოფნა, ეს მომენტი, ხო, გრძელდებოდეს, რაც შეიძლება დიდხანს. და შესაბამისად, შენი ფანტაზია, შენი წარმოსახვა იწყებს მომავალზე ფიქს და აგებ მომავლის გეგმებს და ამ მომავლის გეგმებს უკავშირებ ამ ადამიანს, ხო? შესაბამისად, ბუკვალურად შენ სააზროვნო ხატებში, იმ სურათებში, რომელსაც შინაგან ეკრანზე ქმნი, აი იქ შენთან ერთად მომავალში ჩნდება ეს მეორე ადამიანიც. იმ შემთხვევაში, თუ, ასე ვთქვათ, ურთიერთობები გაფუჭდა, დაინგრა, დაიშალა, ხდება რა? გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გქონდა ესეთი მომავლის მიმართ ძალიან ძლიერი ემოციური მოლოდინი. აი იმ შემთხვევაში, თუ აი ესეთი ემოციური მოლოდინი ვერ გამართლდა, საუბედუროდ ჩვენი განწყობა იცვლება საპირისპიროდ და თუ მანამდე მინდოდა რომ სულ ყოფილიყავი ბედნიერი, ღალატის შემთხვევაში, ურთიერთობების გაფუჭების შემთხვევაში, ხო, განსაკუთრებით თუ ეს ხდება მოულოდნელად, აი საერთოდ რომ არ ელოდი მოწმენდილცაზე მოხდა ისეთი რაღაც, ვერ არ ელოდებოდი, რომ აი ეს ადამიანი შეიძლება ყოფილიყო აი ესეთი, ასე ვთქვათ, და აი ესეთ დღეში ჩაიგდე. შესაბამისად, მოლოდინი იცვლება 180 გრადუსით. ანუ მანამდე თუ გქონდა განწყობა, რომ მინდა რომ სულ ვიყო ბედნიერი და მომავლის ხატები, მომავლის სურათები ძირითადად გქონდა ესეთი ძალიან მიმზიდველი, ხო? როგორც კი ეს პროგრამა იცვლება, ჩემი განწყობა იცვლება საპირისპიროდ, ხდება მისი საპირისპიროდ გადაწერა, ანუ ჟღერს ეს, რომ არასდროს არ ვიქნებ ბედნიერი, ხო? სავარაუდოდ, ჩემთვის არ არის ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ეს პროცესი აზროვნებაში, აი ეს ცვლილება, საპირისპირო მოლოდინი, ანუ ადამიანს უჩნდება მოლოდინი იმისა, რომ წინ მას ბედნიერება აღარ უწერია, ხო, ესეთი ფანტასტიკური კარგად ყოფნა აღარ უწერია. და ეს განწყობა ბუდობს ჩვენს ქვეცნობიერში. შემდეგ რა ხდება? იწყება ახალი ურთიერთობები, ხო? მაგალითად ეს ურთიერთობები ვერ შედგა, დამთავრდა, რაღაც გამოხვედი ამ ემოციური სტრესიდან, შოკიდან, არეულობიდან, დაალაგე, ასე ვთქვათ, შენი თავი, შენი ცხოვრება და იწყება ახალი ურთიერთობა. და ამ ახალ ურთიერთობებში ცნობიერად გინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ქვეცნობიერს აქვს ცუდის მოლოდინი და ამ მეორე ადამიანს უგზავნის ზუსტად აი ამ ნეგატიურ სიგნალებს. და შესაბამისად, ან პროვოცირებას უკეთებს იმ მეორე ადამიანს, ხო? ამაზე.
რომ მასშიც გააღვიძოს ეს ნეგატიური მხარეები. ან შეიძლება ურთიერთობები ვერ შედგეს, იმიტომ რომ ქვეცნობიერისთვის გაუგებარი ხდება. როგორ შეიძლება რომ ყველაფერი კარგად იყოს? ანუ ადამიანი აღარ ენდობა იმ სიტუაციას, როდესაც ყველაფერი არის კარგად, ხო? ის ენდობა შფოთის შეგრძნებას, ხო? სანამ შფოთავს, სანამ ელოდება, რომ აი ზურგით რომ მიუტრიალდები, აი მაშინ ჩამარტყავენ ზუსტად დანას, ხო? აი სანამ ამ მდგომარეობაშია, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მანამდე კარგად არის. ანუ კომფორტულად არის მისთვის ნაცნობი გარემო. უცებ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩვენი დღეს დაალაგდეს, აი ამ ტოტალურ კარგად ყოფნას, ასე ვთქვათ, არ ენდობა ეს ადამიანი. შესაბამისად პროვოცირებას უკეთებს ნეგატიური სცენარების განვითარებას ურთიერთობებში. ამიტომ იმისათვის რომ დავძლიოთ ესეთი გულგატეხილობა, უნდა ვიცოდეთ, შეიძლება ფსიქოთერაპიაზე მივიდეთ პირდაპირ და დავუსვათ ესეთი ამოცანა ფსიქოთერაპევტს, რომ ესეთი რაღაცა მოხდა და სავარაუდოდ შეცვლილი მაქვს მოლოდინები და მოდი ისევ გადმოვაწყოთ, ასე ვთქვათ, ადამიანურად, ნორმალური სახით. არ მჭირდება ისეთი ინსტრუმენტების ათვისება, რომელიც მოგცემს საშუალებას წარსული დავტოვოთ წარსულში. ხო? მაგალითად, გავთავისუფლდეთ ნეგატიური მოგონებებისგან. მაგალითად, შევცვალოთ შემზღუდავი დასკვნები, რომელიც ქვეცნობიერად გავაკეთეთ სადღაც წარსულში. ხო? იმიტომ რომ მე აი იმ ნეგატიური დასკვნების შესაბამისად ვითარდება ჩვენი აზრ და მომავალი. ასევე ძალიან სასარგებლოა ვიცოდეთ, როგორ ჩავხსნათ, ასე ვთქვათ, ისეთი ემოციური დამოკიდებულება ადამიანთან, რომელიც ურთიერთობები დამთავრდა რეალურად, აღარ არის, ან დასამთავრებელია, გაიხანია, მაგრამ აი რაღაცა მიგეკაჩება იქეთკენ, ხო? მიგეკაჩება მარტივი, ასე ვთქვათ, რამ ჰორმონალური მიზიდულობა, რომელიც არის მოსაშლელი. ხანდახან ესეთი არაჯანსაღი მიზიდულობა შეიძლება გქონდეთ იმ ადამიანის მიმართ, ვინც პირიქით ტკივილს გაყენებს, ეს რაღაცა მანიაკალური ტოლვა ჩნდება, ხო? ესეთი რაღაცეების გამკლავება ადამიანს თვითონ შეუძლია თუ იცის როგორ, ამისთვის ინსტრუმენტები გჭირდებათ კონკრეტული. და ისინი, ვისაც გაქვთ გავლილი, მაგალითად, ჩემი პროგრამა, ხო? შეუზღუდავი მიწვევების მარათონი, 21 დღიანი პროგრამა სპეციალური, რომელიც გავაკეთე იმისთვის, რომ ადამიანები შემეიარაღებინა იმ კონკრეტული ინსტრუმენტებით, რომელიც მიცემს მათ საშუალებას წარსულში დატოვონ, მიზნები ჩამოაყალიბონ ისე, რომ ეს მიზნები განხორციელებადი იყოს, დაალაგონ, ასე ვთქვათ, თავიანთი ურთიერთობები და კომუნიკაციაში გახდნენ ექსტრა კლასის კომუნიკატორები და ასევე აითვისონ ის უნარები, რომელიც გვაძლევს საშუალებას საკუთარი ხასიათის რედაქტირება მოახდინოთ. საინტერესო ის არის, რომ თანამედროვე ფსიქოტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ვაკეთოთ ძალიან სწრაფად. თან მინდა გითხრათ ესეთი რაღაცა, ჩვენს ტვინს ანატომიურად არ აქვს ნელი დასწავლის მექანიზმები. როდესაც სწავლის პროცესი მიდის ნელა, ესე იგი რაღაცას ვაკეთებთ არასწორად. იმიტომ რომ ტვინისთვის ეს არის ძალიან მოსაწყენი. ტვინს მოწონს, როდესაც ჩვენ მას ვასწავლით სწრაფად. როდესაც სწრაფად ვასწავლით, ის რაც სწრაფად ავითვისებთ, მე ძალიან მდგრადი ხდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს უნარია რაღაცა, კომპეტენცია, პროფესია, თუ ხასიათის ახალი თვისება რაღაც, ხო? ამიტომ მათთვის, ვისაც გსურთ ასეთი კონკრეტული ინსტრუმენტების ათვისება, აგერ თქვით, რომ აი ამ ვიდეოებში, რომელსაც შეძლების დაგვარად ვდებ ჩემს გვერდზე, აქ უკვე ძალიან ბევრი ინსტრუმენტია ასეთი. თუ გნებავთ უფრო სისტემური მიდგომა საკუთარ თავზე მუშაობის ამბავში, აი ამ ვიდეოს დასახელების ქვეშ არის ბმული, გადადით ამ ბმულზე, წაიკითხეთ ის პროგრამა, რომელსაც ვიწყებთ 23-ში და შემოგვიერთდით და დიდი სიამოვნებით, ასე ვთქვათ, გადმოგცემთ იმ ინსტრუმენტებს, იმ ცოდნას, იმ უნარებს, რომლებმაც უკვე გააუმჯობესა ათასობით ადამიანის ცხოვრება, ასე ვთქვათ, გადააქცია ის ვეცლებთ უფრო მიმზიდველ ცხოვრების დონეთ, ცხოვრების ხარისხად და შემდეგ. შესაბამისად, აი ესეთი მიდგომა გჭირდება, მაგრამ აი უბრალოდ იმის გაგება, იმ რაღაცის გაგება, ერთი უნდა ვიცოდეთ, რომ თუ წინა ურთიერთობაში ქონდა რაღაცა დიდი მოლოდინები და მარტივად რო ვთქვათ, გადაგვაგდეს, გაგვაწურეს, ხო? სავარაუდოდ ქვეცნობიერის შეცვლიდა ამ მოლოდინებს აპირისპიროზე და ქვეცნობიერად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ
ბედნიერები აღარ ვიქნებით სავარაუდოდ. ამიტომ აი ეს მომენტი ვიცოდეთ, როდესაც ახალ ურთიერთობებში შევდივართ და ის ახალი ადამიანი, ვისთანაც ვიწყებთ ურთიერთობას, ზაფხულ შუაში არ არის. აი ესეთი მარტივი ამბავია. კეთილი და პატიოსანი. გადადით ამ ვიდეოს დასახელების ქვეშ მოცემულ ბმულზე, ნახეთ, სავარაუდოდ შეიძლება დაგაინტერესოთ ამ პროგრამამ, შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის ძალიანაც აქტუალური და შემოგვიერთეთ, ვიწყებთ 23 მაისს. აბა, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს და მომავალ შეხვედრამდე.